გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში თქვენ ნახავთ დოკუმენტურ ფილმს ღირსი მამა ალექსი შუშანია და სტუმრები არიან დღეს გადაცემაში ამ ფილმის ავტორები, რეჟისორი ბატონი ირაკლი პაპავა და წმინდანის შთამომავალი ბატონი დავით შუშანია. ამაზე მერე დაწვრილებით ვისაუბროთ ფილმს რომ ვნახავთ. სანამ ფილმს ვაჩვენებთ, მე მინდა ვთხოვო სტუმრებს შეაფასონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. თქვენ როგორ აფასებთ, რაც რუსთაველზე ხდება, იმას როგორ აფასებთ ხელისუფლების მოქმედებას ამ ყველაფრისადმი, საგარეო როგორ თქვა, აქტორების პოზიციას, ძალიან აქტიურობას ქვეყანაში მიმდინარე და რატომ გეკითხებით ბატონო ირაკლი? აი გამოდიან რაღაც მარშებს აწყობენ, დადიან ხან თეატრს მიადგებიან, ხან კინოსახლში ყოფილან ამას წინათ შევარდნილან. ხო და თქვენი კოლეგები არიან და თქვენ როგორი პოზიცია გაქვთ? მე კი ვიცი, მაგრამ მაყურებელმა მინდა გაიგოს. მე საიდან იცით დავიწყებდი რომ ჩვენ ეს ძალიან ბევრი ელემენტი აი ამისა რაც ხდება ეხლა ყველაფერი გავიარეთ რა უკვე ერთხელ და ეხლა მეორე წრეზე თუ გვინდა სახელმწიფო გადატრიალებას არა ნუ ეს ასე გვინდა თუ ისე გვინდა თუ გულანთებულად არის თუ გულაუნთებლად ეს ბოლოს და ბოლოს მივდივართ აქამდე რა და აი ეს არის რყევა იმ ქვეყნისა რომელსაც აქ ვებერთელა მომავალი აი თუ აქ ის რეალობა დადგა რაც არის ჩაფიქრებული აქ რომ კავკასიაში იყოს დერეფანი გზა გაიაროს აქ ვაჭრობა იყოს აქ იყოს გაცვლა კულტურების საქონლის ევროპასა და აზიას შორის ხიდად შეიძლება იქცეს საქართველო ხაბი როგორც იტყვიან ახლა რა მოდაში თანამედროვე ხო შეიძლება ხაბი გახდეს და ვებერთელა მოგება მიიღოს ქვეყანა მამაში და შემდეგ ნენდელა შეიძლება ამას განვითარება მოყვეს და მშვიდობას რაც არ უნდა ვიღაცას არ მოწონდეს ესა მაინც მშვიდობაა და მშვიდობას განვითარება აუცილებლად მოყვება ნელი შეიძლება უფრო სწრაფი მაგრამ მოყვება და ჩვენ ამას თუ ეხლა რაღაცა სუიციდალურ მომენტებს ხედავთ თითქოს თავის მოკლა გვინდა რომ ისე ჩავიგდოთ თავი ისეთ მდგომარეობაში რომ აქ საომარი მოქმედებამდე მივიდეს საქმე მით უმეტეს აგერ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი სულ რაღაც 15 წუთის სავალში არის თბილისიდან და ეხლა მე არ ვიცი ეს აი ამას ბევრი ფიქრი უნდა თუ რო აქ ღელვა და რყევა აქ არაფრით არ გამოადგება საქართველოს სულ ახალი ამბავი ჩემი ღმარწმენით რა სულ ახალი ამბავი ის არის რომ ნაძვისხე უნდა ანთებულიყო ხო ორი დღე დიახ ეს საერთოდ გაუგებარი რამე და დღეს მოვისმინეთ თბილისის მერის განცხადება რომ დღეს აინთება ნაძვისხე ოღონდ ღონისძიების გარეშე მე ძალიან მომეწონა ეს გადაწყვეტილება აინთება განაცდება ყველაფერი ოღონდ არ იქნება ღონისძიება და ალბათ ბოთლებსაც აღარ ისვრიან და ასე შემდეგ
იმედია. მოდით ახლა ფილმი ვნახოთ. ფილმი ვნახოთ და მე დავბრუნდეთ და მაყურებელს საშუალება ექნება დარეკოს და გამოხატოს თავისი პოზიცია ფილმთან მიმართებაში, რომელიც არაჩვეულებრივია და დაახლოებით 20 წუთამდე გრძელდება და მე ფილმის ირგვლივ მე უკვე მაქვს კითხვები, იმიტომ რომ ვნახე, დაგისვათ და მე გავაგრძელოთ საუბარი. ვნახოთ ფილმი ღირსი მამა ალექსი. ამ ფილმის ავტორები ბატონი ირაკლი პაპავა და ბატონი დავით შუშანია დღეს ჩვენი გადაცემის პირდაპირ ეთერში ისაუბრებენ ფილმის დასრულების შემდეგ. ალექსი ბერი, ალექსი შუშანია არის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოჩენილი წმინდანი ჩვენი ეკლესიის უახლესი და ახალ ისტორიაში და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. და მთავარი მისი დამახასიათებელი ის რითიც იგი გამოირჩევა არის ის რომ იგი იყო ნამდვილი ისიხაზმის და ნამდვილი ესეთი მონაზნური ცხოვრების წარმომადგენელი და აი ამიტომ გახდა იგი წმინდანი. თქვენ იცით რომ ჩვენ ყავს ბევრი წმინდანები მე-20 საუკუნეშიც ეპისკოპოსები, მოწამეები ყავს, ბევრი ახალმოწამეები ყავს, პატრიარქები, მაგრამ აი ესეთი ტიპის, ესეთი ღვაწლის მქონე წმინდანები ჩვენ აი ამ უახლეს ისტორიაში თითქმის არ ყავს. ალექსი ბერი გამორჩეულია იმით, რომ ნამდვილი განდეგილი იყო ის, ნამდვილი ესეთი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, განდეგილური ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ გარდა ამისა მნიშვნელოვანია ძალიან, რომ იგი ასევე წერდა მონაზნური ღვაწლის შესახებ და აქვს შესანიშნავი ნაწერები, ქადაგებები, ნაშრომები, როგორც ზოგადად საეკლესიო თემებზე და სხვადასხვა სახელმწიფო თემებსაც ეხებოდა პრობლემატიკასაც, მაგრამ უმთავრესად მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები და ქადაგებები, რომელიც შეეხება მონაზვნობას. ანუ აი ამით იყო იგი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ახალ ისტორიაში. ღირსი მამა ალექსი შუშანია სამეგრელოს ერთ-ერთ ღვთისმორწმუნე ოჯახში დაიბადა. მეორე კლასში გადასვლისას ავადმყოფობის გამო იძულებული იყო სწავლა მიეტოვებინა. მამამისი ზუგდიდში ვაჭრობდა და ალექსი დამხმარედ დაიყენა. მამამ სიკვდილის ჯამს მოიხმო. კურთხევა მისცა და გულითადი დალოცვის შემდეგ ჩააბარა დედა და დები. დარჩნენ ობლად ორი ძმა და დები დედის ხელში. ოჯახს რჩენა უნდოდა და ალექსი მალე ბიძამის ისლამ შუშანიასთან სტამბოლში გაემგზავრა. ბიძია ისლამი საკმაოდ წარმატებული ვაჭარიც იყო და განათლებული პიროვნებაც. მის ოჯახში ახალგაზრდა ალექსის დახვდა მდიდარი ბიბლიოთეკა, განსაკუთრებით სასულიერო შინაარსისა. იგი დაეწაფა ამ წიგნების კითხვას, არადა სოვდაგარებთან ურთიერთობაში ისე გაიწაფა სტამბოლში, რომ დარჩენილიყო დიდი ქონების პატრონი გახდებოდა. მაგრამ ღვთის განგება სხვა გზას უმზადებდა. დღეს ერთს ჩვეულებრივად წილისაგან აღდგომილი შევედი ბიძის ოთახში. შევჩერდი ლოგინის წინ ცოტა ხანი, რათა ჩაი დაგველია. ამ დროს
რაღაც სალამ ელვასავითი ელვა ჩემს თავზე და მთელი ჩემი არსება არაჩვეულებრივმა მოვლენამ შეიპყრო. ვგრძნობდი ჩემთვის მოულოდნელს, გაუგებარს და გამოუთქმელ ძალას. მესმის სიტყვა მეორე პირისა, უხილავად ჩემს წინ მდგომარისა, რომელიც მეუბნება. ად შენ ქრისტეს მოწაფე უნდა გახდეო და ბერად უნდა შეუდგეო. შემიდგა ბრძოლა ორ თასთა შორის. ერთის მხრით წარმომიდგა სიყვარული ყმაწვილურ მოქალაქეობისა. სიყვარული ტკბილი დედისა, ძმისა, დებისა და ვალდებულება მათი მოთხოვნილებისა. რამოდენიმე საათი ვებრძოლე. ვამბობდი რა უყო მამის ანდერძს, რომ ჩამაბარა ოჯახი, რა უყო მათ ვალდებულებას. და ამ განჟაწვალების წამს უხილავ მოძღვარმა ხმა მიყო და მითხრა: ეხლა რომ აქ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენ საქმესო? მე მიუგე, ღმერთი. მას შენს მოკვდი ღვთისათვის საწუთოსაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებსო. ავდექ სანთელი ავანთე ბიძის მოცემულ ხატის წინ და მივეცი აღთქმა ღმერთს. ღმერთო, შემიწირავ შენთვის ჩემი სიყმაწვილი და შენ იცი ჩემი საქმე და ჩემიანებისაც მეთქი. ასე დასრულდა პირველი აღთქმა ბერობისა ალექსის მიერ. ალექსიმ ბიძია ისლომსაც შეურყია სტამბულში ცხოვრების სურვილი და მათ გადაწყვიტეს ერთად წამოსულიყვნენ სამშობლოში. ალექსი კი სენაკში ჩამოსვლისთანავე ორ გზას შორის მცირე ხანს შეჩერდა. ერთი გზა მისი ოჯახისკენ მიდიოდა, ხოლო მეორე თეკლათის დედათა მონასტერში, სადაც მისი და სოფიო იყო. ალექსი გულისთქმას კარგა ხანს ებრძოდა. შემდეგ ირგვლივ მიმოიხედა და როდესაც დარწმუნდა ახლოს არავინ იყო, სამი დიდი ნახტომი გააკეთა. შემდეგ სირბილით გაირბინა დიდი მანძილი და ასე გულდამშვიდებული ავიდა მონასტერში. იქ დაემშვიდობა საერო სამოსელს, გაახვია და პავლე აფშილავას ხელით დედამის გაუგზავნა. თვითონ კი სოფიოს მომზადებული ტომარა და უნდოკაბა ჩაიცვა და 20 წლის სიქალწულით დაცული ფეხშიშველი შეუდგა თავის მძიმე გზას. ლექსად კი ეს ამბავი სტრიქონებით გამოხატა. აჰა მოვალ მეცოდვილი, ქრისტე ტკბილო მომეხმარე. ტვირთ მძიმე ვარ დამაშვრალი, განმისვენე დამახარე. ეს სოფელი ვერას მარგებს, რომ ვიფიქრე გამოვცადე. არ სოფლისთვის გავჩენილ ვარ, ღვთის მონებად დავიბადე. და დაიწყო ტანჯვა ხორცისა, თავის დაუზოგავად. მისი საწოლი ზამთარ-ზაფხულ მხოლოდ ჭილოფი იყო. 3 წელი ღამე გვერდზე არ დაწოლილა, ჯდომით და მიღრდნობით იძინებდა, ღვინოს არ ღებულობდა. უმეტესი დრო ზიდავდა შეშას, წყალს. სენაკიდან გამოქონდა ფიცრები, ხეები და აგური, რომელსაც სამონასტრო შენობის სასაშენებლად იყენებდა. თავდადებით ემსახურებოდა ალექსი განწირულებს. არ ერიდებოდა ქრისტეს ხელით არანაირ ჭირს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჭირიან და კეთრიან ავადმყოფებსაც კი უწევდა პატრონობას, არა შეხვდომიარა. თუმცა თვითონ არც ისე კარგი ჯანის პატრონი იყო. განუწყვეტლივ ლოცულობდა ღვთის წინაშე, რომ მისთვის სალოსობის გზა დაელოცა. კვირის დასასრულს სამოსელი გაიძრო, წელზევით კაბა გადაჭრა, კაბის ქვემო ნაწილი მხარზე გადაიგდო და მუხლამდე შარვალში უკუდოდ ფეხშიშველმა დაიწყო სიარული სოფელ ქალაქებში. მისი უცნაური ქცევა, როგორც ეს სალოს შეეფერება, მხოლოდ გარეგანი იყო, რადგან არა გიჟივით დაიარებოდა, არამედ კეთილსაქმეს აღასრულებდა. შუაღამით გამოქვაბულში მძინარე ალექსის ყაჩაღები დაესხნენ თავს. შემდგომ თვით ეს ყაჩაღები ყვებოდნენ. თითქოს ბერის თვალებიდან უცნაური სხივები გადმოდიოდა და ალექსიმ საუბრის მეშვეობით იმდენი შეძლო, რომ 3 მათგანი არათუ მოაქცია, არამედ ათონის გზასაც კი გაუყენა. ამგვარი საუბრების შემდეგ მას 25 კაცამდე ჰყავდა ათონზე გაგზავნილი. კიდევ რამდენიმე ამგვარი შემთხვევის შემდეგ ალექსის კეთილსაქმიანობას ისე გაუვარდა სახელი, რომ მალე იგი გელათში, შემდეგ კი ხობის მონასტერში იქნა გადმოყვანილი და ხელდასხმული ბერდიაკვნად.
მოგვიანებით კი მღვდელმთავარ გრიგოლ დადიანის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელ მონაზვნად. მეუფე გრიგოლი წერს ალექსის: ნებას ქრთა ვიცხოვრო განხოლოებით მთავარანგელოზის კუნძულზე, სადაც ღმერთი გადმოგივლენს ძლიერებას განკაფულს ფიცხელ მოღვაწეობით, რომელიც დარჩება ქვეყანასა ზედა სახელი სამაგალითო ცხოვრებისა შენისა, მრავალთ მისაბაძად და ცათა შინაც იქმნები დიდებულო მამაო ალექსი. ალექსი მთავარანგელოზის საბანეში დაბინავდა. ამ დროისთვის ფულადი სახსრები არ გააჩნდა, მაგრამ ეკლესიაც გადახურა, კედლები ამოაშენებინა და წირვისთვის მოაწყო ყველაფერი. დაიწყო წირვა და საწირავ ფულსაც ღებულობდა. ახერხებდა, რომ ერთი წილი გადაედო ეკლესიისა და სტუმართათვის, მეორე კი გლახაკ, დაბრდომილთა და გაჭირვებულ ღარიბებისათვის. მამა ალექსი განსაკუთრებული ასკეტიზმით გამოირჩეოდა. კარდახშულად ზაფხულის პაპანაკება სიცხეშიც კი კარფანჯრის გაუღებლად კელიაში იმყოფებოდა. შაბათ-კვირის გარდა არავის იღებდა და დროს ლოცვასა და სამწერლო მუშაობაში ატარებდა. საინტერესოა მისი ცხოვრების რეჟიმი. ჭამდა დღეში ერთხელ. ცხოვრობდა უბრალოდ და სადად. ეცვა ძაძის ანაფორა. მისი ოთახის მოწყობილობას შეადგენდა ერთი ხის ჭილობ გადაფარებული ტახტი. უბრალო დაბალი მაგი და ორიოდე უზურგო სკამი და პატარა უბრალო კარა და რომელზედაც ესვენა მხოლოდ ერთი, ათონის მთიდან წამოღებული ივერიის ღვთისმშობლის ხატი. ლოცვა თავის ოთახში უყვარდა. მისი საყვარელი ლოცვა იყო: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მეცოდვილი, მსკვნილის ჩაგდებით და ლოცვის დროს დიდი კაცის სიმაღლის ხის ჯვრის მხარზე გადებით. გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს მაერთებსო იტყო და ახლობლებთან საუბარში მამა ალექსი. ალექსი ბერი, თუმცა ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა, მეოცნებე მისტიკოსი არ იყო. საქართველოს ყოველი კუთხიდან დადიოდა მასთან უამრავი მოსწავლე ახალგაზრდობა, სტუდენტები და ხშირად ამ უბრალო ბერის სცენაში საინტერესო საუბრები და კამათები იმართებოდა სარწმუნოებრივ საზოგადოებრივ საკითხებზე. გარდა ამისა, ალექსი ლიტერატურულ შრომას ეწეოდა. გამოცემულია მისი 18-მდე დასახელების წიგნი. იგი ხშირად ამბობდა: ავადმყოფობა რომ არ მიშლიდეს ხელს, ხალხში გასვლა ჩემი სანატრელი იდეალიაო. მეოცე საუკუნის დასაწყისში სახელმწიფოებრიობა და ავტოკეფალია გაუქმებულ, ეგზარქოსების კონტროლის ქვეშ მოქცეულ საქართველოში რუსიფიკაციის იმპერიული პროცესები სულ უფრო და უფრო საგანგაშო ხდებოდა. ეს პროცესი გულისხმობდა სამეგრელოში ქართული ენის განდევნას, მისი რუსულით ჩანაცვლებას და ამით მეგრელთა ქართული ცნობიერებისგან ჩამოცილებას. ამ პროცესებს წინ აღუდგნენ გაბრიელ ქიქოძე, ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე, სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლ დადიანი და ბერი ალექსი შუშანია, რომელიც მისი სალოსური ცხოვრების გამო თითქოს და განრიდებული უნდა ყოფილიყო ეროვნულ პრობლემატიკას. მაგრამ როდესაც 1903 წელს რუსიფიკატორული პოლიტიკის მთავარი გამტარებელი ეგზარქოსი ალექსი ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად სამეგრელოში მოდიოდა ამალით, ალექსი ბერი თავისი ხის დიდი ჯვარით შეხვდა გზაში სენაკიდან თეკლათის დედათა მონასტერში მიმავალ პროცესიას და გადასცა საპროტესტო წერილი. ეგზარქოსი შეშფოთდა. ხალხში დიდი პატივისცემით შემოსილი მოღვაწე ბერის საჯაროდ გამოსვლამ იგი დააფიქრა და იძულებული შეიქმნა იქვე დაემშვიდებინა ბერი და აღეთქვა, რომ ეს ჭორია და არ მოხდებაო. როგორც ვიცით, ეს რუსიფიკატორული განზრახვა ვერ განხორციელდა. 1900 წლიდან უფალმა მის კვალზე მისი ბიძაშვილები, 16 წლის ფავსტო და 18 წლის აკეფსიმაც დააყენა. ხოლო ონოფრე შუშანია, მათი ძმა, სამეგრელოს სასულიერო სემინარიაში სწავლის დამთავრების შემდეგ თავის ბიძასთან, ალექსისთან მივიდა და საბერო სამოსელი შეიმოსა. ამის შემდეგ სენაკის მთავარანგელოზის ეკლესიას შუშანიების სავანედაც მოიხსენიებენ. ცხოვრების უკანასკნელ ხანებში ალექსი ბერი მწვავე ფორმის მალარიამ და გულის დაავადებამ შეიპყრო და 1923 წლის 18 იანვარს ძველი სტილით 70 წლის ასაკში აღესრულა.
1995 წლის სექტემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ მამა ალექსი წმინდანად შერაცხა. ორი ტყუპები ზოია და ნინა მამიდებმა იღუმენია ფასო და სქემანაზონმა აკეფსიმამ წამოგიყვანეს აქ. აი ეს ხატი ათონიდანა გამოგზავნილი მამა ალექსის გამოუგზავნეს მათმა სულიერმა შვილებმა და მასზე ლოცულობდა მამა ალექსი. ეს არის ალექსი ღვთისკაცი, იან ნათლისმცემელი და ღვთისმშობელი. ძალიან უყვარდა და თავის ოთახში ჰქონდა ეს ხატი. ეს წმინდა გიორგის ხატიც, მამა ალექსისა და წმინდა ნიკოლაოზის ხატიც. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მამა ალექსის კელიაში. მამა ალექსი აქ ისვენებდა ამ საწოლზე, რომელსაც არის ჭილობ გადაფარებული. აქ ჰქონდა მას პატარა მაგიდა და წერდა. ის იყო უდიდესი განათლებული ადამიანი. დასრულდა ფილმი ღირსი მამა ალექსი შუშანია და გადაცემის სტუმრები არიან, შეგახსენებთ, რომ გადაცემის სტუმრები არიან ამ ფილმის ავტორები, რეჟისორი ბატონი ირაკლი პაპავა და წმინდანის შთამომავალი ბატონი დავით შუშანია. ფილმი სრულდება იმით, რომ გვაჩვენებენ კელიას და სასულიერო პირი ამბობს, რომ აი აქ ცხოვრობდა მამა ალექსი. აი ამ კელიაში დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩავიდეს, დაათვალიეროს და საფლავიც მოილოცოს. სად არის ეს, რო ვთქვათ და ჯერ აი აქედან დავიწყოთ თუ შეიძლება. ჯერ თუ შეიძლება ორი სიტყვით დათოზე ვიტყვი რა. დიახ. ესე იგი პრინციპში იდეაც და
შემდეგ ტექნიკური თლიანად განხორციელება ამ ფილმის დათოს დამსახურება არის მონტაჟიც, მისი ქალიშვილიც მონაწილეობდა, თელი შუშანიები, ჩამოვლები იყვნენ, ასე თქვა და ძალიან დაგვეხმარა მამა მიქაელი ქაშვეთის ფოფხაძე, ქაშვეთის წინამძღვარი, დიახ, რომელიც ასევე ჩვენ სკოლაში სწავლობდა და იქიდან მოვდივართ ახალგაზრდობიდან და იგი ახმოვანებს აქ გარკვეულ ნაწილს ამ ფილმისა. და დათოზე მინდა თქვა, რომ იცით რა, წარმოიდგინეთ, მთელი სტუდია არის ეს კაცი. აი როგორც ადამიანი ორკესტრი როიტყვიან, ისე არის, ესე კინოსთან დაკავშირებული ყველა მომენტები არის მასთან დაკავშირებული. იგი ლევან პაატაშვილის ჩვენი ყველაზე დიდი ოპერატორის მეთვლი და ყველა სეთვლის საუკეთესო მოწაფე, საყვარელი მოწაფე და არაერთი ძალიან ძლიერი ფილმები აქვს, ავტორი არის მისი. ასე რომ დათომ როგორც სამომავლოს ეკუთვნის ახლა სიტყვა და როგორც შემსრულებელს ამ ფილმის. მადლობა. ბატონ დავით, აი თუ შეიძლება როგორც მუზეუმი ისია, მამა ალექსის კელია დღეს. ნუ მუზეუმი არის, რა ქვია, ეკლესია, სავანი ქვია, შენიების ეკლესია, მონასტერი არა, ეკლესია. ესე იგი, ჩვენ რო ჩავედით მარტვილში ესა და რო ჩავედით, იქ გავიცანეთ ეს, მე პირველად ვიყავი მაშინ ჩასული, ეს ჩვენი ნათესავები ვინც იყვნენ, სულ ყველა შესანიშნავად დაგვხდნენ, დიდი პატივი უქცეს. და რაც შეეძლოთ აბსოლუტურად ყველაფერი აი გული გადაგვიშალეს და ჩვენც ისე ძალიან მოწადინებული ვიყავით, რომ კარგად გაგვეკეთებინა ეს ფილმი, მაგრამ სამწუხაროდ იცით რა იყო, თვითონ დრო ჰქონდა ძალიან შეზღუდული, იმიტომ რომ სადღაც ვიყავით 2-3 დღე, 2 დღე ვიყავით, იქ გადაღებებისთვის იყო განკუთვნილი ესე 2 დღე და მესამე დღეს უკვე წამოვედით. პირველ დღეს ვიყავით მარტვილში, სადაც ესე იგი იყო ეს შუშანიების სავანე და მერე გადავით მეუფე შიოსთან, რომელიც იყო თეკლეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი და მასთან დაუვიწყარი დღეები, ძალიან საინტერესო. მთელი ღამე გავათენე. მთელი ღამე ლაპარაკში და ისეთი მაგანაც ძალიან დიდი პატივი უქცა. 15 წლის წინ გადაღებული კადრებია. ძალიან ახალგაზრდაა მეუფეში. ახალგაზრდა იყო მეუფეში. ნუ ძალიან საინტერესო პიროვნებაა და დიდი მადლობელი ვარ მე კიდევ ერთხელ ესე არ გადამეხტია მადლობა და ეხლა მივიდა ეს და თუ უყურებს ამ გადაცემას ეხლა დიდ მადლობას ვუხდი მას, რა თქმა უნდა. მთელი ღამე, ესე იგი, თვალი არ მოგიხუჭია, საუბრობდით აი უფლის და ადამიანის ურთიერთობა. თვითონ სასწაული ადგილია ეს. საოცარი სავანე. ნუ ისეთი ის არის, რომ თვითონ აურა დგას ყველას ურჩევ, არ ვიცი მე ეს რაღაცა განუმეორებელი დღეები იყო. მოკლედ ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი დღეები იყო ჩემთვის და რა ვიცი მე ესე მგონია რომ თვითონ ფილმიც მაინც აი კიდევ ერთ მინდა თქვა რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი, იმიტომ რომ იყო ღირსი მამა ალექსის დაბადების დღე და მაგ დღისთვის გვინდოდა რომ გასულიყო ეს ფილმი ერთსულოვნებაზე და ჰქონდა 2 დღე დარჩენილი და ღამეები გავათენეთ და მოკლედ სამწუხაროდ მე კიდე გითხარით რომ ესე იგი სახში რომ დავათვალიერეს მასალები რომელიც ჩვენ გვაქვს გადაღებული ძალიან ბევრი მასალა არ არის შესული სამწუხაროდ იმიტომ რომ ეს დროის უმარისობის გამო და ეხლა ალბათ იმას ვიზავთ რაღაცნაირად გადავაკეთებთ მე და იკა ამ რა ქვია ფილმს და ნახოთ რა მოკლედ
მე თქვენს გაჩვენებთ და თუ გაინტერესებთ მე დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ დიდი სიამოვნებით ტელეპრემიერა გავაკეთოთ აქ ექსკლუზივს უღრმესი მადლობა მე მოხარული ბედნიერი ვიქნები პირველი ზარია ეთერში და მაყურებელს მოусმინოთ თუ მსმენელს გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით არის მის თქვენი ხმა ალბათ გაითიშა არის მის ფილმში საუბარი იყო იმაზე რომ 18 წიგნის ავტორია მამა ალექსი და ეს წიგნები რომელ წელს გამოიცა ეხლა თუ შეიძლება ადამიანმა სადმე შეიძინოს ეს არ ვიცი თვითონ მამა ალექსიზე წიგნი არის გამოცემული და მე მაქვს ეგ წიგნი მაგრამ მამა ალექსიზე თვითონ მამა ხო ეს მამა ალექსიზე და მისი ავტორობით და იქ არის ბევრი რაღაცა ფრაგმენტი რომელიც მისი ის არის გასა დაშრომებიდან მისი ნაშრომების მიხედვით არის გაკეთებული გაითიშა კიდევ ზარი იყო ეთერში არაუშავს კიდევ დარეკავს თუ უნდა მაყურებელს და მისი ნაშრომები თვითონ სად არის დაცული ხელნაწერები მისი ნაშრომები მელქისედეკმა ეპისკოპოსმა გვაჩვენა ჩვენ და ხელნაწერებია ძალიან საინტერესო მათ აქვთ ყველაფერი ტაძარშია დაცული მე ვფიქრე ხელნაწერთა ცენტრში ხომ არა ტაძარში აქვს ძალიან ალბათ იქაც არის იცით ეხლა ეს ამათ ორიგინალები აქვთ იქ რაც არის ტაძარში ხო სათანადო პირობებშია შენახული ეს არ ვიცი სამწუხაროდ იქ ძალიან ისეთი ხალხი მუშაობს აი გულია ჩადებული ამ საქმეში ისეულია ისეთი მოულილია აი მართლა სავანე არის რა შესანიშნავი აი იქ არის ფილმში დააკვირდით იქ არის რაღაცა ყველა ის საგნები როგორ არ დავაკვირდით ყველაფერს აი რუდუნები ხო მისკელიაში თვითონ ეპისკოპოსმა გვაჩვენა ანუ მუზეუმივით აქვს ფაქტიურად პრაქტიკულად მუზეუმივით არის მაგრამ მოქმედი ეკლესიაა და ხალხი მიდის ლოცულობს და ასე შემდეგ დიახ მე თუ ოდესმე მოხვდები აუცილებლად გირჩევთ ძალიან ისეთი ადგილია ანუ აი მართლა წმინდა ადგილია სასწაული ადგილია მე როცა ვიგებ რომ აი ჩვენი დროის ქართველი არის თამომავალი წმინდანის ან რომელიმე დიდი ქართველის მოღვაწის ყოველთვის მაინტერესებს რა საქმიანობს მისი ოჯახის წევრები ვინ არიან რას აკეთებენ როგორ ცხოვრობენ და თუ შეიძლება გითხარით აი როგორი ნათესაური კავშირი გაქვთ მამა ალექსისთან და თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ თუ შეიძლება ისა ნუ ეხლა მამა ჩემი იყო მომღერალი სახალხო არტისტი ირაკლი შუშანია ოპერის სოლისტი და ჩემიც მომღერალი იყო და მამა ჩემი ბავშვობაში მეუნებოდა რომ ჩვენ ეკლესიასთან გვაქვს ძალიან ისეთი ნათესაური და ნუ ღირსი მამა ალექსიზე მელაპარაკებოდა მაგრამ რატომღაც მაშინ არ ვიცი კომუნისტების დაშინებული ყავდათ ხალხი არ შეიძლებოდა ეს ეკლესიაში ეკლესიის მოღვაწეების პროპაგანდა და ასე შემდეგ. მოკლედ ყოველ შემთხვევაში მე ზუსტად არ ვიცოდი და მე უკვე ჩაუღმავდი ამ ამბავს. ანუ მოგვიანებით გაიგეთ რომ წმინდანის ნათესავი. მე მოგვიანებით წმინდანად როდისა 95 წელს 95-ში ფილმშია დიახ 95-ში შერაცხეს ხო ესე იგი მანამდე მე 95 წელს უკვე ძალიან დიდი ვიყავი და მე მაინც არ ვიცოდი მე გავიგე მაგრამ ჩემმა შვილმა ნინო შუშანია ის ამით ამაყობს და ბედნიერია რომ ძარღვებში უჩქებს წმინდანის სისხლი ბუნებრივია და როგორი ნათესაური ძმის შვილი ბრძანდებით უი ეგეც არ ვიცი წესიერად ვიცი მარტო რომ ვარ ნამდვილი სისხლით და ხორცით ნათესაური ანუ ეგეც გამოსაკვლევი გაქვთ ვის და რა და როგორ ეს სამწუხარო კი აუცილებლად გამოიკვლევათ და გამოიკვლევთ რა თქმა უნდა და სამწუხაროდ ეხლა ეს მონაზვნები უკვე ერთი ნამდვილად ვიცი რომ ცოცხალი აღარ არის ფილმის ბოლოს ვინც საუბრობ ხო აი ზუსტად ეგ მინდოდა მე თქვა რომ ძალიან დიდი მასალაა ისინი ყვებიან
მამა ალექსის საერთოდ ისტორიაზე დაბადებაზე ვინ იყო მამა ეს ბიძაზე სტამბოლში მაგრამ ვიცით მაინც ეს ისინი მაინც სამეგრელოს კილოთის საუბრობენ და ცოტა ძიმეა მათი ისა რა ქვია ახმა სულ რაღაცა ნუ ისიც ეხლა ჩემთვის არ არის ხო ეხლა ჩემთვის პირიქით ძალიან საინტერესოა მაგათი მოსმენა ამიტომ ალბათ დავამატებთ იმ აი ბოლოს დაახლოებით რამდენი წუთი ამ ფილმს ფიქრობთ? იცით რა მე ესე მგონია რომ სადღაც 10 წუთი კიდე დაემატება მიახლოებით ესე იგი ამ გადაცემის ქრონომეტრაჟი ჩდება მშვენივრად კინოენაზე ეგ საკმაოდ დიდი ყოველ შემთხვევაში ჩვენს გარეში შეგიძლიათ მოაწყოთ ის რა ქვია არა რატო თქვენს გარეში რა ვიცი მაინც ბატონო ირაკლი თქვენთვის ეს მე რამდენი ფილმია დოკუმენტური მე არ მაქვს დათვლილი ესე ალბათ უნდა გადავხედო ჩემს იმას CV-ს ასე ვთქვათ ხო და კურკუმალო აიც უნდა ხოდა ბევრი ფილმებია ბევრი სადღაც არ ვიცი ვერ დავითვლი ბატონ რეზოსთან გაკეთებულ ფილმებს თუ მივა თვლით ესე იგი რამდენი როგორც ოპერატორი ესე არა როგორც რეჟისორი როგორც რეჟისორი მე ვიყავი მე თავიდან ვიყავი ასისტენტი ბატონი რეზოსი მეორე რეჟისორი ვიყავი და ბოლოს უკვე ორ ფილმზე თანარეჟისორად ვიყავით მე და ირაკლი ტრიბოლსკი და ასე რომ ეგ სკოლა გავლილი მაქვს და ძალიან ამაყი ვარ ამით ასე ვთქვათ. ეხლა რაზე მუშაობთ? ეს ფილმი კიდე ერთ დეტალს დავამატებ ბოდიში გადაწყვეტილ. არა გესმენთ. ისა ამ ფილმმა მიიღო ასეთი ფესტივალი არის მართლმადიდებლური ფილმების. წმინდა ანდრიას ჯვარი. წმინდა ანდრია პირველწოდებული ჯვარი აქვს მიღებული პრიზად. ეს დავაზუსტებ კიდე. უცხოეთში ქონდათ ეს ფილმი ფესტივალზე სადმე წარდგენილი. მაგრამ პატრონები და იცით რა ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, ეხლა მე არ ვიცი ეს არის რა ქვია წენა თუ რაღაცნაირად მოკლედ ეს ფილმი რო გადავიღეთ ვაჩუქეთ იმას რა ქვია ერთსულოვნებას და ესე იგი ნუ კითხეს რამდენი გიგსურთ თანხა ანაზღაურების ნუ რა თქმა უნდა არავითარი თანხა არავითარი ანაზღაურება პირდაპირ ეს იყო ჩვენი საჩუქარი ამ ტელევიზიას ვაჩუქეთ სული და გულით აბსოლუტურად მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო რომ გავუშვეს ეს ფილმი და გავიდა ერთი წელი და მირეკავენ იქიდან რა ქვია სტუდიიდან. დიახ. იცით რა დიდი ბოდიში მაგრამ ხო არ გაქვთ ეს ფილმი კიდე ისა რა ქვია მე ვთქვი როგორ არა მაქვს იცით რა მანქანას გამოუშვებ და ჩაუწერეთ იმას CD-ზე და ისა რა ქვია გამოატანეთ. მე ვთქვი კი ბატონო ჩაუწერე გავატან. მოკლედ 3 წელი გრძელდებოდა ეს ყოველ წელს ყოველ ჩვენებაზე? ყოველ ჩვენებაზე თუ არ უშვებდნენ? წერდნენ. ხარა უბრალოდ კარგავდნენ თუ რა იყო არ ვიცი რა და მესამე წელს რო დამირეკეს და ხომ არა გაქვთ მე ვთქვი მე ეგ ფილმი აღარ მაქვს წავშალე. და სანანი ალბათ ერთი დაუდევარი ადამიანის გამო ალბათ ისეთი კარგი პროგრამაა ადამიანი რომელიც საწყენია ძალიან ხო და მე ფესტივალზე რო აიღო უკვე ეს პრიზი და რაღაცა მე და დანიშნეს რა თქმა უნდა უпросად მამა მიქაელი ნუ მამა მიქაელთან ერთად გავიზარდეთ საერთოდ და დიდი სიახლოვე გვაქვს და სიყვარული გვაქვს და მე უკვე ერთსულოვნებაში მივიტანე კიდე ერთხელ ეს გასაგები ლეგალურად მე უკვე გავუშვეს და შეინახეს მე აჩვენებენ ხოლმე მე არ ვიცი იცი რა აჩვენებენ ხშირად უყურებ მაგრამ ეს ფილმი ჯერ არ მინდა დიახ ბატონო ერთ რამეს აღნიშნავდი რა საერთოდ აი ამ ფილმზე მუშაობისას მეც და დათომაც ვისაუბრეთ ამაზე და აზრი მოგვივიდა ესეთი რომ საქართველოს ყავს
აი мама ალექსის ჩათვლით ასე ვთქვათ ყავს ძალიან ბევრი საოცარი წმინდანები ყავს შეიძლება აი თელი ამ წმინდანების თელი დასის რაღაცა ხო აი ესეთი პროექტი რო შემდგარიყო აი ესეთი იდეა გაგვიჩნდა მაშინ მე და დათოსა რომ კარგი იქნებოდა რომ გააკეთეს აი გალერეა აი ამ ჩვენი წმინდანების არა ჩვეულებრივი იდეა იცით საოცარი წმინდანები რომ დაიწყოთ აი ჯერ გაბრიელ ეპისკოპოსიდან რომელზეც სრულმეტრაჟიანი ფილმის გაკეთება უნდა და ბატონ რეზუს დავუკაშვილს და ერთად მეც ბედნიერება მქონდა სცენარზე მე მუშაობა მასთან ერთად და განახორციელებელი დარჩა. შეიძლება ის სცენარი რო განახორციელოთ ახლა? აი არ ვიცი ხო და აი კარგი იქნებოდა აი მე ვისურვებდი რომ აი საოცარი ახალგაზრდობა მოდის ჩვენ შეგვიძლია აი ხა შეიძლება ის ენერგია აღარ აქვს მაგრამ გამოცდილება გვაქვს მეც და დათოსსაც და შეიძლება რაღაც აი ესეთი პროექტის მაგვარი რო გაკეთდეს კარგი იქნებოდა მე ჩემი სურვილი ამას უნდა ადამიანი რომელსაც ეს აინტერესებს და და იცით რა რომ ადამიანებმა იცოდნენ თქვენ ხო ამას ფულის აკეთებლად არ გააკეთებთ თქვენ რა თქმა ჩვენ გვინდა რომ ჩავიდეთ სადაც ჩასასვლელები ვართ და გადავიღოთ მე ამ ფილმის გაკეთებაში ჩვენთან ხარ არ გვინდა რა თქმა უნდა და ერთსულოვნებას ხემძღვანელი ახლა მამა მიქაელი ხომ არ გითქვამთ ეს იდეა მისთვის მამა მიქაელი განხორციელებაში რომ მოგიხმაროთ მამა მიქაელისთვის ძალიან ბევრი იდეა გვაქვს ჩვენ ნახავი მაგრამ არა აქვს ფინანსები არა დაშეულიათ სამწუხაროდ კინო არის ისეთი ხელოვნება რომელიც მოითხოვს აუცილებელია ნუ ჩვენ თვითონ სადღაც რომ წავიდეთ ჩვენ აპარატურა საჭირო ხალხი მხატვარი ამაში ძალიან თავისუფალია მაინც რა შეიძლება გაზეთოთ რა თქმა უნდა საღებავის და არის თავისუფალი ფილმი კი არა აი მე გადაღებებზე რო წავსულა როცა არ არის ელემენტარული სამგზავრო ფინანსი გამორიცხულია ვერ წახვალ თბილისს ვერ გაცდები უკვე ეს მარტო ტრანსპორტზე ამბობ თქვენ და ეხლა ჩვენ მაინც ეხლა უფრო რაღაცნაირად პროფესიონალური აპარატურა გვინდა და მან აუცილებლად ასისტენტია საჭირო ოპერატორის რა თქმა უნდა რეჟისორის ასისტენტია საჭირო ისეთი ბევრი ნიუანსებია რომ რისგანაც შედგება მთლიანად ფილმის წარმოება რომ რაღაც ქარხანასავით არის და ამიტომ ძალიან რთულია ამის უგუველყოფა და ესე ნააფშესტუნე началах რო ეტყვიან საზოგადოებრივ საწყისებზე ამ დიდი საქმის კეთება შეუძლებელია მე მგონი ესეთი იდეა ერთადერთი ტელევიზია რასაც უყურებ ტელესივრცეს ვინ შეიძლება თავი დაგიკრათ და ხელი მოგიმართოთ ერთსულოვნება სხვა მაგას ვინ გააკეთებს ვერ მოგვიმართავენ არა აქვს ფინანსები არავითარი ესე ყველაფერი მათ კეთდება როგორც ეხა ჩემი მეგობარია მათ თავარი რეჟისორი ვინც არის ლევან ფიქავა ჩემი მეგობარი კაცია და ვიცი როგორ მუშაობენ ნახევრად ენთუზიაზმზე არის თითქმის მთლიანად ო რაღაც მიზერული თანხები აქვს და ყველაფერი ეხა ხელს უწყობს ყველა იმიტომ რომ ეკლესიას საქმეს აკეთებს მაგრამ თანხებით და ემეთი ვისარგებლებ რომ კინოს სამყაროს წარმომადგენლები ბრძანდებით და ერთი ესეთი კითხვა დღეს ქართულმა არხმა ვთქვათ ობიექტივმა ქართული ფილმი რო გაუშვას მერე პრობლემები ექმნება აი აქამდე გაშვებულზეც რაღაც მოწერეს შესაბამისი უწყებიდან რომ ეს არ შეიძლება და აი თავის დროზე საბჭოთა კავშირის წევრი როცა იყო საქართველო ხო ეს რა ფილმებიც არის გადაღებული ყველაფერი არის სახელმწიფო სახსრები და მე რო ვარ ტელევიზიის ხელმძღვანელი და რომ მინდა მაყურებელმა ქართული კინო ნახოს და გაუშვა ფილმი იმაში თავის დროზე სახელმწიფო ფული გადაიხადა და დღეს რატო გვეგრძალება ქართული ფილმის ჩვენ ეს ნორმალურია არა ნორმალური მაგრამ ნორმალური არის ავტორების გადმოსახედიდან იმიტომ რომ
ეხლა ეს ფილმები, რომლებიც ის ავტორები ცოცხლები აღარ არიან. ნუ ვინც არის დარჩენილი ყოველ შემთხვევაში, ისინი ამ ფილმის უფლებებს ფლობენ. თავის დროზე თანხა აიღეს, ხო, რო რა გადაიღო. თქმა უნდა, მაგრამ მათი გაკეთებული რახან არის, აი როგორც სახლის პრივატიზაცია ხდება, ისე მოხდა პრივატიზაცია ფილმების. თქვენი აზრით არ შეიძლება კანონმდებლობა ისე დარეგულირდეს, რომ აი ამ ალბათ ძალიან გასათვალისწინებელია და მაგ მიმართულებით საჭიროა მუშაობა, მე მგონი. სხვასაც ბაზისში. სხვისგან მოგისმენიათ ესეთი აზრი. როგორ არა, იქ ბევრი რამ არის დასაზუსტებელი რა. აი როცა იკრიბებით თქვენი სამყაროს წარმომადგენლები მსჯელობთ ამ მიმართულებით. მსჯელობა, იმიტომ რომ ყველას თავის პრეტენზია აქვს იქა და რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს ეგ არა. ხო, იმიტომ რომ ხშირად გადიოდა. მეორეზე გადავიდით. თქვენი არ იყოს იყო კინოპრაკატი. დიახ. ასე ვთქვათ და აწყობილი იყო ასე ყავად თუ კარგად საბჭოთა სისტემა იყო და ცენტრალიზებული და მუშაობდა ესა და ეხლა რაღაცა ყველაფერი თითქოს საცალკეა. ქართული ფილმი იღებდა 12 სურათს წელიწადში. 12 სურათი ეშვებოდა და 12 მთავრდებოდა. ესე იგი ერთდროულად მიდიოდა 24 ფილმის წარმოება. ეს არის გრანდიოზული თანხები, რომელიც მოდიოდა სახელმწიფოსგან. აი კიდევ ერთი ესეთი კითხვა. უბრალოდ რუსეთიდან. დიახ. ეხლა რომ სახელმწიფოს დაფინანსებით ფილმს იღებენ, რომ აფინანსებს კულტურის სამინისტრო. და მე რომ ვარ კერძო ტელევიზია, სახელმწიფოს დაფინანსებული ხო ეს კონკრეტული რეჟისორის არ არის და არ უნდა მქონდეს უფლება, რომ თუნდაც იმასი ნებართვის გარეშე. მე მგონი მაგის გაშვების უფლება უნდა ქონდეს ესე. ნუ ზდილობის გამო ვკითხავ, მაგრამ ხომ აქვს უფლება სახელმწიფო აფინანსებს, ხო, კერძო ვიღაცამ ჯიბიდან ხო არა მოიყო. ესეც არასწორი მიდგომაა, მე მგონი. კი, ბევრი ასე თქვათ იქ არის კაზუსები, კაზუისტიკა არის ძალიან ბევრი აქა და მოსაგვარებელია ნამდვილად. აი როგორც ამ ფილმის, რომელიც ახლა გავუშვით, ისე ახლა რომ ხელახლა შესწორებულ ვარიანტს უფრო გაზრდით ქრონომეტრაჟს და გააკეთებთ, ამის გაშვების უფლება გვექნება ობიექტივში. ჩვენ გაძლევთ მაგის უფლებას. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით დღეს გადაცემაში მოიტანეთ ეს არაჩვეულებრივი ფილმი ჩვენს ქართველ წმინდანზე და ვაჩვენეთ ჩვენს მაყურებელს. მადლობა მობრძანებისთვის. მე ჩვენს მაყურებელს და მსმენელს შევახსენებ, რომ დღეს გადაცემა მემკვიდრეობაში დასაწყისში თქვენ ნახეთ ფილმი ღირსი მამა ალექსი შუშანია და ამ ფილმის ავტორები რეჟისორი ბატონი ირაკლი პაპავა და წმინდანის თამომავალი მონტაჟე და სული და გული. დიახ, ამ ფილმის სული და გული ბატონი დავით შუშანია და ამავდროულად წმინდანის თამომავალი იყვნენ ამ გადაცემის სტუმრები. გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მიუახლოვდა. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა. კარგად.